90-იან წლებში, როდესაც თბილისის სარდაფებში ჯერ კიდევ მკვეთრად იგრძნობოდა ალტერნატიული მუსიკისა და ხელოვნების სურნელი და როდესაც ჯერ კიდევ ეთაყვანებოდნენ ძველ კერპებს, ქართული მუსიკალური კონტრკულტურის 90-იანი წლების თაობის გვერდით დათო მაჭავარიანი, იგივე კაკადუ გამოჩნდა. დღეს უკვე ერთ-ერთი ცნობილი პერკუსიონისტის ანგარიშზე სცენაზე პრაქტიკულად ყველა მუსიკოსთან ერთად გამოსვლა ირიცხება, რომელთა შემოქმედება კონტრკულტურას, ანუ მიწისქვეშა ხელოვნებას უკავშირდება. დათო მაჭავარიანის მუსიკალური ბიოგრაფია გოგი ძოძუაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფთან Modern Mondays, ასევე ჯგუფ Afternoon Version-თან არის დაკავშირებული, რომელთა წევრების ნაწილი ამჟამად ამერიკაში, ნაწილი კი ევროპაში ცხოვრობს. სწორედ მათთან ერთად დაიწყო კაკადუმ განსხვავებული მუსიკის შრეებში გარკვევა. 90-იანი წლების ერთ-ერთი გმირის მუსიკალური ისტორია ასე იწყებოდა. ერთ სტუდიაში დავდიოდით მე და გოგლიკა. ფარეშიშვილი. სადაც მე დამარხეს კაკადუ, რომელსაც მე განახე. იქ შევიკრიბეთ, გადავწყვეტეთ, რომ გავაკეთოთ ბენდი. ბენდი გავაკეთოთ და რაღაცა ტუსოვკა იკრიბებოდა. სადაც აგრეთვე გავისანის ზურა მემანიშვილი და კახა ბუაჩიძე, სლეიერები ორივე. ჩართული წვეტიანი გიტარებით, ისეთი დრაივებით და ბევრი ეფექტებით უკრავდით, მოვედით აქ. მოვედით აქ და აქ ერთ დღეს გამოგვიცხადეს აი აქ, აი ამ სადაც ახლა მანქანა დგას, რომელიც არის სიმბოლო, ესე იგი, იმისი რაც ხდებოდა მაშინ არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც აი იმ კარებში შიგნით იყო სტუდია. აი აქ ჩვენ დავიწყეთ რეპეტიციები პირველად ცხოვრებაში ბენდთან ერთად. ისეთ ბენდთან ერთად, რომელიც ზეგ უნდა გასულიყო კონცერტზე და რატომღაც დაგვთ ესნება, რომ ჩვენ გავიდეთ კონცერტზე, დაუკარით აი აქ. მართალია სარდაფები თბილისში მრავლად იყო, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანიდან ისმოდა ხმაური, რომელიც ქაოსურად მოძრავ მუსიკალურ ბგერებს აერთიანებდა. 90-იანი წლების ბოლოდან მსგავსი სარდაფების ისტორია უმეტესად ახალგახსნილ კლუბებსა და დიდ სცენებზე გაგრძელდა. აი აქ ხდებოდა აი ამ კარების უკან, და შეიძლება ღია. არა არის ღია. არა, ღია ბოქლომია. აი იქ შიგნით ნახე აბა რა ხდება. ეხლა არაფერი არ ხდება, მაგრამ ეს პადოლი იტევდა ძალიან ბევრ. ნახე ცოტა დინამიკიც გდია აი აქ. ნახე აი ეს. აი ეს იყო ჩვენი სიხარული. აქ იყო მისტერიის პადოლი. აქ უკრავდა გია მელიქიშვილი, დათო ჭყიკუშვილი, გიორგი ჭყიკუშვილი, გოგი ძოძუაშვილი, ლევანა, მაქსიმე. მეც და გოგლიკამაც აქ დავიწყეთ. მე გოგლიკა გადავიდა Modern Mondays-ში, რომელიც შექმნა გოგი ძოძუაშვილმა, დათო ჭყიკუშვილი იყო იქ. მე მაგათ მოემატათ ვაჟა, რომელიც იყო ძალიან მაგარი დრამერი აგრეთვე, რომელიც ახლა უკრავს ლადოსთან. და ფაქტობრივად აი ყველამ აი აქ დავიწყეთ. ამ სარდაფში მე მოვდიოდი და ტუსოვკა იყო და უკრავდი და დაჟე ვიმღერე კიდევაც, მაშინ ესე ცდილობები მქონდა რომ ვიმღეროთ მე და გოგლიკამ. ერთად დუეტში რაღაცა რეპი გავაკეთეთ, სვარგანილი გაკოიტა ტექსტი და რაღაცა ვიმღერეთ. ასორა, რაღაც ხალხი რაღაცა ხო გართობა. როდესაც ხარ 15 წლის, 16-ის დაჟე 15-ის ვიყავ. მაშინ მეტი არაფერი არ გინდა, ხო? ხმაურის და გოგოების და ესე იგი იმის გარდა. დათო მაჭავარიანის დასარტყამ ინსტრუმენტთან პირველი შეხება ისეთივე მოდელით განვითარდა, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე. სამზარეულოს მოწყობილობაზე დაწყებულმა დაკვრამ კაკადუს ერთდროულად შეძინა როგორც რამდენიმე სერიოზული მოწინააღმდეგე, ისე დასაწყისისთვის გარკვეული ცოდნაც. სახში მედგა დრამი და პატარა ოთახში ძალიან და ჩემთან მოდიოდნენ ვაფშე ყველა რეპეტიციები, რაღაცა. ჩემი ვიყვნენ გაგიჟებული. მე არ ვიცი აქ რა ხდებოდა, მაგრამ ჩემთან ხდებოდა საგიჟეთი. ერთი მეზობელი გამექცა მოსკოვში, ერთხელ ჩამომივარ და ერთი ნაჯახით. სახში დავალაგე რაღაცეები, ჯამები და რაღაც. ხო ეს ცოტა ხანი ვიხმაურე, მაგრამ მივხვდი რომ აი ხმაური არ არის, ის ხმაური რომელიც ძალიან მინდა რომ ვიხმაურო. ბოლოს აი ესე მარგოსთან არ ვიცი, საბოლოო ჯამში რითმი და აი დუხი რომელიც მოდიოდა, რომელიც ესე სისხლი, რომელიც ჩქარა, ხო ეს ეგ მაგან განაპირობა ძალიან, იმიტომ რომ ეს რითმი არის ძალიან სერიოზული. მე ხა ვხვდები რომ რითმი ძალიან თვითონ ეს ბარაბანმა ძალიან დაეხმარა ჩემ რითმის გზნობას და შეხატვა ვაფშე ყველაფერშია. ამავე წლებში შეიძინა მან ცნობილი ზედმეტსახელი კაკადუ. სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად მზადების პერიოდში დავით მაჭავარიანი არა მხოლოდ კაკადუ გახდა, არამედ თავისი პირველი ჯგუფით, სახელწოდებით Out of Need ჩამოაყალიბა. ვიღაცა რაღაცას რო იზამდა, ცოტა ისე რომ პატარა გეხამუშება თვალში, ეგრევე ვიმეორებდი, მე იქვე ხატავდი. ან ხატავდი და მე ვიმეორებდი. მოკლედ მაგათ ინფორმაციას, რომელსაც გამოსცემდნენ, ცოტა ისე რომ შემოგემახამუშება თვალში, იმას ვითვისებდი აუცილებლად და მე ვიყენებდი სხვადასხვა ნახატებში თქვა და რაღაც. მასა დამარხეს კაკადუ, არაფერი. იდგა ძიმა ოცხელი და იდგა ვენერა.
ვენერას ტორსი ხო იცი რომელია ეს რაღაცნაირად რო დგას და ძიმა მოვიდა და აიო შო ვენერა ვიცი როგორი არისო აი ესეთ გასწრო რაღაცნაირად მე ნუ აი ძიმამ რო აი ეს ხელები აი ეგ დაილაგა და რაღაცნაირად დადგა აუცილებლად უნდა გამეკეთებინა და აუცილებლად ძიმას გვერდზე მიუდექი ვენერა ძიმა და მეც მიუდექი და ესე დავდექით შენო კაროჩეო კაკადუხარო ხო მაგრა გამიტყობინ არის ბიჭო შენი კაკადუ და ყველამ კიო შენ და აი იქიდან მოყოლებული ეს მომეწება და всё მაგრამ აი ყველაფერი ეს მოხდა აქ 2 წლის განმავლობაში გავიცანით ერთმანეთი 2 წლის განმავლობაში შევქმნით ჯგუფი დავიშალეთ 2 ჯგუფი მოხდა აი Mothers of Monday და ჩემი ბენდი ჩვენ ბენდს პირველს ერქვა Out of Need იმიტომ რომ ვიცოდით რომ არავის არ ჭირდებით და ჩვენთვის ვახურებთ პროსტა რა მოგვიანებით კაკადუჯე რეაქტიული კლუბის მამამთავარ კოტე ყუბანეიშვილს შემდეგ მაშინ ჯერ კიდევ განსხვავებულ რიტმებზე ორიენტირებულ ნიაზ დიასამიძე შეხვდა. ამავე პერიოდში იგი სხვადასხვა მუსიკოსთან ერთად რამდენიმე სამამულო ფესტივალზე გამოჩნდა, მათ შორის ლეგენდად ქცეულ ხელებზე და ამაზე, ანუ ავანგარდული მოდის ასამბლეაზე. მალე კი ისიც აღმოაჩინა, რომ მას საკუთარი მსმენელიც ჰყავდა. 33-ია შედგა 33-აში პირველი ნიაზას ძმაკაცი მეზობელი ზურა რომელთანაც ერთად უკრავდნენ ზურა უკრავდა ბაზე მე უცებ მოვედი და დავაყენეთ ბარაბანი დავაყენეთ ერთი პატარა კომბი და 33-ია დაიწყო მაქედან ერთხელ იყო ეგეთი შემთხვევა რომ გამოვედი სცენაზე რომ გამოვედი ხალხი ვინც იყო ქვევით რაღაცა ჩიერობდა რომ კაკადუ სცენიდან და ტიპი კაბუსთან ერთად ვიყავი მაშინ რაღაცა ვიღაი იყო ეგეთი არ ვიცი მე უბრალოდ რაღაცა მომწონდა რომ ეს რაც შიგნით მოდის რაც მოდის იმას გავცემ ბოლომდე და რასაც ვიხარჯებოდი სულ თავიდან ბოლომდე საბოლოოდ შემეძლო 1-4 საათი რომ გავჩერებული მეკრო მაგრამ ეს მაშინ პატარა ვიყავი და 10 წლის წინ რაც შემიძლია ეხლა მე ეგეთი რაღაცა ეს ის ადგილია, სადაც 1995-97 წლებში ქართული ალტერნატიული ხელოვნება ვითარდებოდა. ცხადია მუსიკალური ექსპერიმენტების გათვალისწინებით. ამავე ადგილზე ჩატარებულ იმპროვიზებულ კონცერტებზე სხვადასხვა მუსიკოსებთან ერთად კაკადუსაც უსმენდნენ. მე სულ ყოველთვის ბევრს უკრავ რა. თუ სარმე ორ ჯგუფს ხედავ, ეგრევე ვცდილობ რომ ძალიან ბევრი რაც შეიძლება უფრო მეტი, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ან კარგი არ ვიცი ეს როგორც ხდება ხოლმე რა. მანქანით მოვიტანდით რაღაცა აი მას, რა ქვია, დინამიკებს, ბარაბანს, გიტარები, ხალხი მოვიდოდა ბევრი არაყი და ვიჭიქით და რაღაცა და აი ესე იმაშებოდით, როგორ ერთობოდით. აქ მე პირველი სიყვარულიც გამეხსნა და ესეთ 16 წლის რო ხარ და პირველი სიყვარული გეხსნება, მაშინ უკვე 24-ში მე უკვე 17-ის ვიყავი, 21-ში გავხდი 17-ის და ნუ ახალი ცხოვრება დამეწყო მაშინ. აი ესე იგი ესე იგი ესე ხდებოდა, არ ვიცი ხა. იქით იყო რაღაცა ოთახი, სადაც მე რაღაცა შევედი, შევანგრიე ის გოგოსთან ერთად რაღაცა შევვარდით და იქ ვიყავით და თურმე ვიღაცების ოთახი იყო, არ ვიცოდით. და ამ ვიღაცებმა მე მოვიდნენ და დააკაკუნეს ძალიან ცდილობიანად და კაკადუ შენ ხარო მეთქი, მე ვარ მეთქი. მაშინო კარგიო და წავიდნენ. სხვადასხვა კონცერტების გარდა დათო მაჭავარიანს კინოსთანაც ჰქონდა შეხება. მის ანგარიშზე 2 ქართული ფილმისთვის შესრულებული კომპოზიციებია. ამჯერად კი იგი ხელოვნების სხვა განზომილებაშია გადასული და პანტომიმაზე შეყვარებული რეჟისორის კახა ბაკურაძის მიერ სადათმო პროცესში მყოფი სპექტაკლისთვის ლაბირინთი მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავს. ამავე სპექტაკლს მაყურებელი მალე სამეფო უბნის თეატრში იხილავს. ძალიან მინდოდა გაფორმება ცოცხალ მუსიკასთან თეატრის, იმიტომ რომ ამერიკაში ვიყავი პატა ციკური შულთან ერთად თეატრში, სადაც არის ირაკლი კავსაძე და აი სასტავი, რომელსაც დადგეს ძალიან მაგარი რაღაცები და სულ ეუბნებოდი, რომ მოდი მეთქი რაღაცა ცოცხალი მუსიკა და რაღაც პანტომიმა. რაზეც სულ მეუბნებოდი, რომ მაიცა და ნუ მოდიოდა ყანჩელის დისკები, მოდიოდა ახლა სადმე და სადმე მომერთოჩი. აქედან გამომდინარე ჩვენ აქ აი ესეთ რაღაცებს ვაჩხაკუნებთ ხოლმე პატარა ზარი, აი ჩემი ურთიერთობა ინსტრუმენტთან. ხო მაგარია. ნიაზასთან ერთად ვიმუშავე გოგა ხანიდრავის ფილმზე ოცნებების სასაფლაო. მეორე იყო გიორგი შენგელაია, ირაკლი ჩარკვიანია უკეთებდა საუნდტრეკს, ეგეც იყო ორფეოსის სიკვდილი. რაღაცა სულ ახლოს სიკვდილთან ვარ, ხო? თან ცხოვრობდი ბოლო რამოდენიმე წელი ცხოვრობდი სასაფლაოსთან. მართალია ნოტები დღემდე არ იცის, მაგრამ თვლის რომ ისინი არც სჭირდება, რადგან დასარტყამი ინსტრუმენტის ის სახეობა, რომელზეც უკრავს, მას ისედაც ემორჩილება. თვლის რომ მუსიკის მიმართულებით იგი პროფესიონალი არ არის და არც იქნება. პროფესიონალიზმი მისთვის უფრო მხატვრობას უკავშირდება.
დათო მაჭავარიანს მხოლოდ მუსიკოსად კი არა მხატვრადაც იცნობენ. სწორედ მას ეკუთვნის ჯეოსელი ჟურნალებში ცნობილი კომიქსების სერია. აბა ეს რა არის? ეს ხო ტიპია რაღაცნაირი. აჰა, კაი. რაც მე ცხვირით არ გავა. იქედან არ გავა ცხვირით. არა, ხო ხტები, აი ეს არის ჩიტი რა. ეს ჩიტია რა, აი თვალი. აი ცხვირი, აი რაღაცა ცხევ, მაგრამ ეს მე ტიპია რა. ხო და ეს რატომ ხაც მე ვარ? ეს მეგობრის სახში ბავშვი სათამაშო წამოვიღე უკან და დაუბრუნა. იმიტომ რომ просто специально для ТСН. Специально для маэстро.